მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო ყველას, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ხართ ჩემთან ერთად. მადლობა, ვინც მილაიქებს იმ კომენტარებს, ვისაც არ გამოგიწერიათ, არხით ხოვნა მაქვს გამოიწეროთ და მინდა შევგთავაზოთ ახალი ასეთი გაშლა ორ ვარიანტზე. ჩაიფიქრეთ პიროვნება, პარტნიორი თქვენი და ვნახოთ მისი დამოკიდებულება თქვენს მიმართ და რას მოიმოქმედებს, ხო? მაგრამ თავდაპირველად პირველი კითხვა, როგორც ყოველთვის, რომ მივხვდეთ, რამდენად თქვენია ეს გაშლა, მოусმინეთ ურთიერთობის სიგნიფიკაციას, ჩემო ძვირფასებო, რომ მივხვდეთ, რამდენად თქვენია ეს გაშლა. მას ასე მე დავიწყებ, დავალაგებ არკანებს. ურთიერთობის სიგნიფიკატორი ამ მომენტისთვის, როგორია ურთიერთობა წყვილს შორის, ან თქვენ შორის, როგორია ურთიერთობა ამ მომენტისთვის, როგორია ურთიერთობა. შემდეგ, მისი დამოკიდებულება თქვენს მიმართ ამ მომენტისთვის და რას მოიმოქმედებს ჩაფიქრებული პიროვნება მომდევნო 1 თვის განმავლობაში. მეორე ვარიანტი. ურთიერთობის სიგნიფიკატორი ამ მომენტისთვის, მისი დამოკიდებულება თქვენს მიმართ ამ მომენტისთვის და რას მოიმოქმედებს 1 თვის ვადაზე ჩაფიქრებული პიროვნება. თუ საჭირო გახდება, მე დავამატებ არკანებს, თქვენ აირჩიეთ ვარიანტი, გადავდებ მე მეორე ვარიანტს და ვნახოთ პირველი ვარიანტი. მაშინ დავიწყოთ. როგორია ურთიერთობა ამ მომენტისთვის წყვილს შორის, როგორია ურთიერთობა, 4-იანი ხმალი ამოვიდეთ, ჩემო ძვირფასებო. მე მინდა გითხრათ, რომ ამ მომენტისთვის შესაძლებელია ურთიერთობაში არის პაუზა, გაჩერებული მდგომარეობა, შესაძლებელია დისტანციაც იყოს ამ მომენტისთვის, ანუ პარტნიორები ერთად არ იყოთ ამ მომენტისთვის, მაგრამ ეს შეიძლება იყოს პერიოდი, როდესაც ხდება ერთ-ერთი პარტნიორის მხრიდან, ან ორივე პარტნიორის მხრიდან ფიქრი იმაზე, რომ ურთიერთობის გადახედვაზე, ასე ვთქვათ, ხო? სიჩუმეა ამ მომენტისთვის ურთიერთობაში, მაგრამ ორივე პარტნიორი ფიქრობთ, რომ რაღაც ძალების აღდგენას, მოკრებას, რაღაც დაფიქრებას საჭიროებს, როგორც ჩანს თქვენი ურთიერთობა ამ მომენტისთვის და აი ეს პერიოდი გიდგათ ზუსტად. მე დავამატებ ერთ არკანს. 6-იანი თასი. 6-იანი თასი აქ მიუთითებს ნოსტალგიაზე, წარსულის მოგონებებზე, ჩემო ძვირფასებო. ანუ აქ არის პარტნიორების მხრიდან რაღაც წარსულზე ფიქრი, წარსულ სასიამოვნო მომენტებზე ფიქრი. შესაძლებელია ერთ-ერთი პარტნიორის მხრიდან ფიქრია იმაზე, როგორ შეიძლება ამ ურთიერთობის აღდგენა, ან გაუმჯობესება, ხო? აქ აშკარაა, რომ რაღაც წარსულში რაღაც სასიამოვნო ნოსტალგიური მოგონებები გაკავშირებდათ უკაცრავად და აი ეს პერიოდი გახსენდებათ ერთ-ერთ მხარეს, ან ორივეს, ხო? ანუ რაღაც ფიქრია აქ, ფიქრის პროცესი და რაღაც დაპაუზებული მომენტი. მოდი ვნახოთ მისი დამოკიდებულება თქვენს მიმართ როგორია. კვერთხის მეფე ამოვიდა და დავამატებ მე აქ ერთ კარტს, 7-იანი პენტაკლი. როგორი მომენტია, იცით? აქ კვერთხის მეფეა, აქ პიროვნება თქვენს მიმართ როგორი დამოკიდებულებით არის, ნებით არის დამოკიდებული, ანუ ნებას განიცდის თქვენს მიმართ, ინტერესის ობიექტი ხართ მისთვის, მაგრამ 7-იანი პენტაკლი თითქოს რაღაც აჩერებს, აფერხებს ამ პიროვნებას, თითქოს ფიქრობს, რომ აი ჯერ მოიცადოს, ხო, მოიცადოს, როგორ განვითარდება, ან ღირს თუ არა რაღაც რესურსის, ენერგიის ჩადება ამ ურთიერთობაში. ნუ ფიქრის ფაქტია, რომ პიროვნებას თქვენს მიმართ ინტერესი აქვს, ინტერესით და ვნებით არის თქვენს მიმართ ნაწყობილი, მაგრამ არის რაღაც მომენტი, რაც მას აფერხებს, აკავებს და აი მოთმინებით ცდილობს რაღაც დააკვირდეს შორიდან, თითქოს რაღაც იმედგაცრუებაც აქვს აქ ურთიერთობაში. ანუ ჯერჯერობით, ხო, აი რაღაცის მოლოდინშია, შესაძლებელია რაღაც გარემოებების არის რაღაც გარემო ფაქტორები, რაც აკავებს, აფერხებს და ამჯობინებს მოთმინებას, მოცდას. აი ესეთ დამოკიდებულებაშია თქვენს მიმართ. მოდი ვნახოთ როგორ განვითარდება 1 თვის ვადაზე და აქ ამოვიდა 5-იანი პენტაკლი, მე დავამატებ 8-იანი პენტაკლი და ვარსკვლავის არკანი. აქ როგორი მომენტია, იცით? თავდაპირველად შესაძლოა იყოს ურთიერთობაში დისტანცია, რაღაც გაგრძელდეს ეს დისტანცია და ცალკე ყოფნა, ხო, ანუ განცალკევება, მაგრამ აქ არის ერთი მომენტი, რომ 8-იანი პენტაკლი და ვარსკვლავი აჩვენებს, რომ ის გადაწყვეტს, თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება გადაწყვეტს, რომ იმუშაოს ურთიერთობაზე, იმ იმედით, რომ რაღაც განახლდება, რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლება, რომ შეიძლება თუ ამ მომენტისთვის, თქვა რაღაც გაბუტულები ხართ, რაღაც წვენაა თქვენ შორის მოხდება შერიგება, ხო? ანუ ეს კომბინაცია რაღაცნაირად მაჩვენებს იმას, რომ თითქოს
რაღაც პაუზის და გაციების შემდეგ შესაძლებელია ურთიერთობის აღდგენა და ამაზე ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პარტნიორი. აი რა გითხრათ, ეს პირველი ვარიანტი, ვინც არჩეთ, აქ დროებით შეჩერებული გაყინული ურთიერთობაა, რომელიც თითქოს არაფერი არ ხდება, მაგრამ აი ფიქრია იმაზე, რომ და სურვილი ყოველ შემთხვევისთვის იმის, რომ რაღაც ურთიერთობა აღდგეს, რაღაც შეიცვალოს უკეთესობისკენ, ხო? ანუ ჯერ კიდევ არის პირველ ვარიანტში რაღაც ემოციური კავშირი, შემოძვირფასებო. ასეთი იყო პირველი ვარიანტი, მადლობას მოგახსენებთ, მაინტერესებს, გამომეხმაურეთ კომენტარებში, დამიწერეთ რამდენად რეზონირდა თქვენთან და გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. ვნახოთ, მეორე ვარიანტი. ურთიერთობის სიგნიფიკატორი ამ მომენტისთვის სამიანი თასი ამოვიდა, შემოძვირფასებო, სამიანი თასი. სამიანი თასი, მოდი დავადებ ერთ კარტსაც, ცხრიანი თასი. სამიანი თასი და ცხრიანი თასი. იცით როგორი მომენტია? აქ შესაძლებელია არის ურთიერთობაში სიამოვნება, როდესაც ერთმანეთით, ასე ვთქვათ, ერთმანეთს ემოციურად ავსებთ, ხო? მიმზიდველი ურთიერთობა ჩანს, გიხარიათ ერთმანეთის გარემოცვაში ყოფნა, მაგრამ აქ სიამოვნებას ერავთ, რა თქმა უნდა, ერთმანეთთან ურთიერთობით, თუმცა ცხრიანი თასი ზოგჯერ მიუთითებს იმას, რომ ორივე მხარე ფოკუსირებულია საკუთარ კომფორტზე. ანუ კარგია, როგორც არის, კმაყოფილები ვართ, მაგრამ აქ ურთიერთობას არ აქვს სიღრმე. შემოძვირფასებო, აქ ურთიერთობას არ აქვს სიღრმე, ხო? აქ თითქოს ურთიერთობა არის რაღაც ზედაპირული, მხოლოდ აი ემოციების დონეზე, რომ აი სიამოვნებას იღებთ ერთად ყოფნით ურთიერთობით, ხო? აი ასეთი მომენტია, აქ ზედაპირულია ურთიერთობა. იმიტომ რომ სამიანი თასი ხშირად აჩვენებს აი მსუბუქ ურთიერთობას, პასუხისმგებლობის გარეშე ურთიერთობას, ხო? ანუ აი ასეთი ურთიერთობას მიჩვენებს აქ. მოდი ვნახოთ მისი დამოკიდებულება, როგორია თქვენს მიმართ. ორიანი ხმალი მე დავამატებ აქ ერთ არკანს, ოთხიანი თასი. აი ახლა როგორი მომენტია, იცით, თითქოს აი ორიანი ხმალი მიანიშნებს იმას, რომ რაღაც შინაგან კონფლიქტური, ანუ როგორ გითხრათ, იცით, თითქოს შინაგანად პიროვნება რაღაც დაძაბულობას გრძნობს, ან ემოციურად, როგორ გითხრათ, ემოციურად ოთხიანი თასია, როდესაც პიროვნებას უკვე მოწყენილი აქვს, ხო, რაღაც სწყინდება, რაღაც უკვე დისკომფორტს განიცდის, უკვე თითქოს რაღაც მობეზრდა, ხო, ანუ აი შეიძლება ეს მსუბუქი ურთიერთობა ცოტა უფრო რაღაც სიღრმისეული უნდა, შესაძლებელია პიროვნებას გრძნობს, რომ რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პიროვნება თქვენთან მიმართებაში, ფიქრობს იმ ურთიერთობასთან მიმართებაში, რაც თქვენთან აკავშირებს, მაგრამ ვერ ხედავს შესაძლებლობას, ხო, ვერ ხედავს როგორ განვითარდება, რა გაგრძელება ექნება, ხო? ანუ კი ბატონო, არის სიამოვნება, ფლირტი შეიძლება, რაღაც დროებითი გატაცება, მაგრამ სიღრმე არ აქვს და აი პიროვნება თითქოს ცდილობს მიიღოს გადაწყვეტილება, თითქოს მობეზრდა ეს მსუბუქი ურთიერთობა და ცდილობს რომ რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს, ხო? ანუ აი თითქოს ერთფეროვნება მობეზრდა და რაღაც უგუნებოდ არის, აღარ ახარებს თითქოს აი ასეთი დამოკიდებულება. აქ აი რაღაცნაირად თითქოს პიროვნება ცდილობს რომ მიიღოს რაღაც გადაწყვეტილება, როგორ გაგრძელდება, რა იქნება, ხო, რაღაც ახალი უნდა თითქოს პიროვნებას აქ. მოდი ვნახოთ რას მოიმოქმედებს მომდევნო 1 თვის განმავლობაში და აქ ამოვიდა ხუთიანი კვერთხი, შემოძვირფასებო. ხუთიანი კვერთხი, მოდი დავამატებ აქ არკანს. ხუთიანი კვერთხი, ცხრიანი პენტაკლი და ერთ არკანსაც დავამატებ. ხმლის მეფე. როგორი მომენტია, იცით, შესაძლოა იყოს რაღაც მომდევნო ან ჩაფიქრებულ პერიოდში, თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პერიოდში რაღაც კონფლიქტური სიტუაცია, გაუგებრობები წარმოიშვას თქვენ შორის, თუმცა ცხრიანი პენტაკლი და ხმლის მეფე მიუთითებს, რომ საბოლოოდ პიროვნება შეინარჩუნებს დამოუკიდებლობას, ემოციურად სტაბილურობას და შესაძლებელია გადაწყვიტოს, რომ თავი შეიკავოს რაღაც ზედმეტი ან ჩარევისგან, ან რაღაც მოქმედებისგან, უბრალოდ სიტუაცია გააკონტროლოს, ხო, თავის ხელში აიღოს და გააკონტროლოს, ხო? ანუ როგორი მომენტია აქ, იცით, თითქოს პიროვნება არ ჩქარობს რაიმე მოიმოქმედოს, ხო? პიროვნება თითქოს
საკუთარ საკუთარ ღირსებას და საკუთარ ასე ვთქვათ პოზიციაზეა და ცდილობს რომ ეს საკუთარი ღირსება და საკუთარი პოზიცია შეინარჩუნოს თავისი ანუ არ წავიდეს დათმობაზე ერთი სიტყვით აქ თუ რაღაც კონფლიქტური სიტუაცია წარმოიშვება თქვენ შორის პიროვნება ყველანაირად შეეცდება იმას რომ საკუთარი ღირსება, საკუთარი აზრი, საკუთარი დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს და აა მოკლედ თავის პოზიციაზე მყარად დარჩეს. აი ასეთია შესაძლებელი ანუ მეორე ვარიანტში რომ ეს დაძაბულობა რომელიც შეიძლება თავიდან სულბუქად რაღაც კარგად დაიწყოს ბოლო ჯამში რაღაც დაძაბულობაში გადაიზარდოს თქვენი ურთიერთობა და პიროვნებამ საკუთარი დამოუკიდებლობა და საკუთარი გზა აირჩიოს. ძალიან მაინტერესებს გამომეხმაურეთ ვისთან როგორ რეზონირდა, მადლობას მოგახსენებ და ნახვამდის ჩემ უძვირფასებო დამიტოვეთ კომენტარებში, რომელი ვარიანტი რეზონირდა. მადლობა.